გავრცელდა ეკა მოგესალმები დღეს თქვენ პალიტრის ეთერში თქვით ასეთი რამ რომ ერთი ისტორიის ერთი შეხედულების მქონე ადამიანები ესენი არიან ოცნებასთან დაკავშირებული ადამიანები ერთ საარჩევნო პლატფორმაზე უნდა დაალაგდნენ და რომ ჩართული ხართ კონსულტაციებში და საუბრობთ იმ ადამიანებთან ვისთანაც უფრო მეტ სიახლოვეს გრძნობთ ეს ვთქვათ პოსტ ოცნების თუ ოცნებიდან მოსული პოლიტიკოსების რაღაც გაერთიანებაზე საუბრობთ თუ ასეთი მაგალითად ოცნებიდან წამოსული არის ყოფილი პრემიერი გახარიაც მის გუნდთან ამ ტიპის ადამიანების როგორც თქვენ ამბობთ ერთი ისტორიის მქონე ადამიანების კონცენტრაციაზე მოგესალმებით ქალბატონ დიანა მივესალმები მაყურებელს მადლობა მოწვევისთვის სხვათა შორის ეს იდეა დღეს პირველად არ გავახმოვანე მე რამდენიმე კვირის წინ თუ დაახლოებით 2 თვის წინ თუ არ ვცდები ამის თაობაზე ვთქვი ახალ წლამდე ყოველ შემთხვევაში ვამბობდი რომ ერთ-ერთი ჩემთვის ყოველ შემთხვევაში და ეს ჩემგან დანახული პოლიტიკური პროცესი არჩევნებისთვის ამომრჩევლის თვალით რომ ვუყურო საინტერესო იქნებოდა ამომრჩეველს კონდეს ერთ-ერთი არჩევანი იმ ტიპის პოლიტიკური რაღაცა გაერთიანების თუ ადამიანთა ჯგუფის რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებული არის რაღაც ისტორიით, პოლიტიკური პროცესით, წარსულში ბრძოლით ან არ ვიცი, თუნდაც ხა ეს პარტია 2012 წელს შევქმნით და ამ პარტიამდეც საკმაოდ დიდი გზა აქვს ძალიან ბევრ ადამიანს გავლილი ბრძოლის. ეს თუ უფრო ხანგრძლივი კიდევ უკეთესი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი მაინც აი ერთი რაღაცნაირი ღირებულებებთან უფრო ახლოს და თუნდაც გარკვეულ ბიოგრაფიულ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ამბებთან ახლოს მყოფი ადამიანების ერთად ყოფნა არ იქნებოდა მე ვფიქრობ ურიგო, იმიტომ რომ რაღაცა ლოგიკა უნდა ალაგებოდეს საერთო რაღაცა გაერთიანებას, ხო? ვერ ვამბობ ხა კოალიციას და ვერ ვამბობ ბლოკებს, იმიტომ რომ ბლოკი არ არის, მაგრამ აი კოალიციური ტიპის რაღაცა პლატფორმა. კი ბატონო, საარჩევნო სუბიექტი, მოდით ასე ვთქვათ, ძალიან არაფრის მთქმელი ნეიტრალური სახელი, რომელიც არ გააღიზიანებს, ვთქვათ, მაშინ შემავალ სხვადასხვა ჯგუფებს. კი და მე ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა საინტერესო, მე ამ იდეას დიდი ხანია, ესე ვთქვათ, ბერდგულობ და ამ კუთხით რაღაც ნაბიჯებსაც ვდგამ, მაშინაც ვთქვი, ეხლაც ვამბობ, შეიძლება ეხლა უფრო ახლოს ვართ არჩევნებთან. არ არის ბევრი დრო დარჩენილი, მე მგონი ცოტა უფრო სწრაფად უნდა ვიაროთ, თუ ფიქრობთ, რომ აი რაღაცა ამადაგვარიც არის გასაკეთებელი, ეს ბუნებრივად დააჯგუფებდა. ბევრ საინტერესო ადამიანს, რომელიც მათ შორის უპარტიოა, დიანა და ბევრი იცით ალბათ თქვენც ხო, ვინც შეიძლება იყოს თავისი რესურსით, გამოცდილებით ქვეყნისთვის სასარგებლო. იმ განსხვავებებს, რამაც შეიძლება დღეს ამ ადამიანების გზები გაყო, დავივიწყებდი ცოტა ხანი, იმიტომ რომ ეხლა არის უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა, ეს არჩევნები არის უდიდესი შანსი ცვლილების, ამ შანსის, ამ შესაძლებლობის გამოუყენებლობა ეს ყველასთვის იქნება ძალიან დიდი წუხილი და არავის არ მოგვასვენებს შინაგანად თუ ვინმე რაიმე ძალისხმევა დავაკელით ამ პროცესს. ამიტომ ვთქვი, რომ ეს ფორმულა, რომელსაც მე ვამბობ საკმაოდ დიდი ხანია, პრაქტიკულად თუ მოვიყვანეთ სისრულეში და ესეთი ფორმა მიიღო და რაღაცა ლოგიკით დაალაგდა, მე ვფიქრობ, იქნებოდა ერთი ასეთი არჩევანი საინტერესო შესაძლებლობა ამომრჩევლის. კი ბატონო, მე ვახსენე გახარიას გუნდი, ვახსენე გახარია, ვინაიდან მას აქვს პარტია, ის არის ყოფილი პრემიერი ოცნებიდან წამოსული. შეიძლება მისი ისტორია არ არის მაგალითად თქვენი ისტორიის იდენტური, იმიტომ რომ თქვენ წინა ხელისუფლებასთან და პოლიტიკურ დაპირისპირებაში ყოფნით იწყება, ეს ვთქვათ, თქვენი პოლიტიკური ბიოგრაფია, თუმცა ეს ვთქვათ, ოცნებიდან წამოსვლამ შეიძლება გაგაერთიანოთ, ანუ ოცნებასთან ახლოს, მაგრამ მის წინააღმდეგ და ვთქვათ, რაღაც ახალი ალტერნატივა მისცეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თავის დროზე აირჩიეს ოცნება და დღეს აღარ მოსწონთ ის, მაგრამ ისეც არ არიან, რომ მაგალითად სხვა უფრო მკვეთრად მეორე მხარეს მყოფი პოლიტიკურ ძალებს მისცენ ხმა.
გახარიასთან თანამშრომლობაზე მიდის საუბარი თუ გახარიას მიღმა უნდა შეიქმნას ასეთი ტიპის საარჩევნო სუბიექტი? ხო, ეს სწორად დასმული კითხვაა. ეხლა შესაძლოა დიანა არ აქვს ბევრ პოლიტიკოსს 16-17 წლიანი ბრძოლის გამოცდილება და არ იწყებოდეს ის წინა ხელისუფლებასთან ბრძოლით. ასეთი შეიძლება არ იყოს ბევრი, თუმცა არც ცოტა არ არის სიმართლე გითხრათ და ბევრი ადამიანი მეგულება ამ პროცესში, მაგრამ არა უშავს, სადღაც ხომ მოხდა გადაკვეთა იმ ბრძოლამ ჩვენ მიგვიყვანა შემდეგ ქართული ოცნების პარტიის ჩამოყალიბება, ეს იდეა იყო, რომელიც იყო ინსტრუმენტი ბრძოლის, რომ უკეთესი სახელმწიფო შეგვექმნა და სამართლიანი გარემო ყოფილიყო. გიორგი გახარია მოგვიანებით შემოგვიერთდა ჩვენ უკვე როდესაც ხელისუფლებაში ვიყავით, მაგრამ ის თავისი ღირებულებებით იდგა სწორედ იმ პარტიის გვერდით და შემდეგ როდესაც წამოვიდა, იქაც ღირებულებათა კონფლიქტი იყო. იქ დარჩენილებთან შესაბამისად რაღაცა მონაკვეთი იყო გადაკვეთის. მე აი აქ დავინახავდი შესაძლებლობას და იქ დგას სწორედ გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდიც. ასეთი ამომრჩეველი შეიძლება იყოს ნდობის თვალსაზრისით მხარდამჭერი, ამიტომ აქ ძალების დაქსაქსვის ფუფუნება ასეთი მაღალი ბარიერის და ასეთი უსამართლო საარჩევნო სისტემის პირობებში, როდესაც მთელი ძალაუფლება კონცენტრირებულია ხელისუფლების ხელში და ოპოზიციურ ველზე არის ძალიან მოშიშვლებული შესაძლებლობები, ამ პირობებში ბუნებრივად გიბიძგებს ეს, რომ ძალები გაერთიანო. ამოცანა არის ნათელი, ძალიან გასაგები, ეხლა დამოუკიდებლად რაღაცა ჭიდილის რესურსი მე არ მგონია, რომ ბევრს კონდეს რბილად რო ვთქვა, ეს რისკია, ამიტომ ამ რისკების დაზღვევა შეიძლება მარტივი ფორმულით. ეს არის ძალების გაერთიანება. ბევრი საინტერესო ადამიანია. მე მესმის ახლა ბოლო ცვლილებები რაც მიიღეს ოქტომბერში ვერაგულია ის ცვლილებები, როდესაც აიძულებენ მათ შორის პარტიულ ადამიანებს დატოვონ პარტია და ერთი პარტიაში გაერთიანდნენ და აი ეს შესაძლებლობა დაბლოკება არის შეუძლებელი და ბარიერი არის მაღალი, ანუ რაღაც პარტიულ იდენტობაზე შეიძლება დროებით უარის თქმა იმისთვის რომ არა უშავს ხო, მე არ მიჭირს მაგალითად ესეთ გადაწყვეტილებების მიღება, ისე როგორც არ უნდა გაუჭირდეს ალბათ არც ერთ პოლიტიკოს, იმიტომ რომ პარტია ხო მაინც ინსტრუმენტია ბრძოლისთვის, რა უფრო დიდი მიზანი რო გაქვს, რომ გინდა სამართლიანი გარემო ქონდეს თავისუფალ და ევროპულ ქვეყანაში იცხოვრო, რატომ უნდა იყოს პარტია რაღაცა შენთვის ბარიერი. მე არ ფიქრობ, რომ ესე უნდა იყოს, შეიძლება ბევრისთვის იყოს ეს გრძელვადიან პროცესში რაღაცა ინსტრუმენტი, რომელსაც ჭირდებათ გარკვეული გარანტიები, მაგრამ ბევრი ადამიანია პარტიის მიღმაც, ამიტომ მე მათ შორის გიორგისთვისაც მაგ გაზიარებული მოსაზრება, რომ და თვითონაც მე ვფიქრობ, რომ სწორად უყურებს პროცესს, რომ ეხლა რაღაცა ესეთ ლოგიკით დაალაგდეს უნდა პროცესი ბუნებრივადაც თავისთავად, მაგრამ გარკვეული ლოგიკა იყოს ესეთ გაერთიანებებში და არა მხოლოდ მექანიკური, რაღაცა რაოდენობრივი გაერთიანება, იმიტომ რომ თუ შინაარსი დაიკარგა, შეიძლება ამომრჩეველიც დაიბნეს. ამიტომ ნახოთ ეს პროცესი რითი დასრულდება. მე იმედი მაქვს, რომ მალე მოხდება აი ეგრეთ წოდებული გადაწყობა, იმიტომ დრო ბევრი არ დარჩა და არჩევნებისთვის მომზადებას სჭირდება საკმარისი. ანუ ამომრჩეველი უნდა დაელოდოს ერთ ან ორ საარჩევნო ნომერს ბიულეტენში, რომელიც იქნება ასოცირებული ოცნებასთან და ანუ იმ ხრივ, რომ ეს იქნება ოცნებიდან გამოსული ადამიანები. ერთი ეს არის პარტია საქართველოსთვის, შეიძლება იყოს ეს უფრო მსხვილი, ან შეიძლება იყოს სხვა პარტია. კიდევ უფრო დავაზუსტებ მაინც სხვა პარტია, რომელშიც დიახ. მე ვისურვებდი დიანა, რომ აღარ იყოს ამ ფლანგზე კიდევ რაღაცა მეორე ან მესამე, იმიტომ რომ მე მგონია, რომ ეს რისკებს აჩენს, რომ ისეთი უსამართლო არჩევნების პირობებში, რაც მოსალოდნელია რომ ჩატარდება, შეიძლება უბრალოდ ბარიერს მიღმა დარჩეს ბევრი ესეთი ძალა და ის გაუნაწილებელი მანდატები წაიღოს ისევ პირველ ადგილზე გასულმა პოლიტიკურმა პარტიამ, ამიტომ მე პირადად ჩემი მოსაზრებას გიზიარებ და ვიცი რომ მარტო არ ვფიქრობ მე ასე, საჭირო არის უფრო გამსხვილდეს ეს პროცესი და არ იყოს 2-3. აი ამ ფლანგზე მაგალითად, სადაც ოცნების ჩვენი ყოფილი
პარტიის ამომრჩეველი უკვე იმედგაცრუებული და ხელჩაქნეული ან სხვა რამეს ეძებს, ან საერთოდ არაფერზე არ ფიქრობს, მაგრამ რაღაც მომენტში მიიღებს გადაწყვეტილებას, მე ვფიქრობ, მას ასეთი არჩევანი უნდა ჰქონდეს. თუ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ ორი მსხვილი ესეთი პლატფორმა იქნება, რაც დააზღვევს რისკებს, რომ ბარიერს მიღმა არ დატოვოს ხელისუფლებამ ის თავისი მთავარი ოპონენტები, იმიტომ რომ ეს არის მისი ოპონენტი, მის ელექტორატს, ვინც ესე ვთქვათ, უმიზნებს, ყველა სახიფათოდ მას უყურებს ქართული ოცნება. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ რისკები უნდა გავიაზროთ, დავაზღვიოთ და რაღაცა გონივრული და რაციონალური გადაწყვეტილებებია მისაღებით, რაც შეიძლება მალე. კი ბატონო, ამ კომენტარში, რომელიც მე ვახსენე, თქვენ ასევე სალომე ზურაბიშვილის როლზე საუბრობდით, მას ექნება უფრო მეტი როლი, ვიდრე ახლა აქვს, ეს არის რაღაც ზეპარტიული პრეზიდენტი. ის იქნება რამე ფორმით საარჩევნო კამპანიაში, თქვენ ასე ხედავთ მას? არა, მე პირიქით მგონია, რომ იმდენად გვჭირდება ჩვენ ამ ინსტიტუციური დამოუკიდებლობის არარსებობის პირობებში, როცა არც ერთი ინსტიტუტი აღარ დარჩა დამოუკიდებელი და საკონსტიტუციო წარმომადგენლობითი ფუნქცია პრეზიდენტს აქვს მხოლოდ დღეს დარჩენილი როგორც თავისუფალ და ზეპარტიულ ადამიანს, ლიდერს, მე ვისურვებდი, რომ მან ეს შეინარჩუნოს ბოლომდე, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ თქვენ რა ხელა მნიშვნელობა ექნება არჩევნებისთვის, როდესაც ეპარტიული პრეზიდენტი ყავს, რომელსაც აქვს მათ შორის მნიშვნელოვანი ბერკეტი, როგორიც არის მათ შორის პარლამენტში არჩევნები თუ დობის გამოცხადების დროს ხელმოწერა და ასე შემდეგ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომელსაც ქვეყნის გარეთაც ენდობიან პარტნიორები. ამიტომ თუ არა უკიდურესად რაღაცა გამოუვალი ვითარება, მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი თავისი ინსტრუმენტით მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ, იმიტომ რომ ის ისედაც ყველაფერს გააკეთებს, დარწმუნებული ვარ, რომ ხელი შეუწყოს, რაც მასზე იქნება დამოკიდებული, რომ საარჩევნო გარემო იყოს მეტნაკლებად თავისუფალი და მან მისი როლიდან გააკეთოს ის, რაც შეიძლება პრეზიდენტმა გააკეთოს ამ პროცესში. ამიტომ დავიწროვება პრეზიდენტის ისე, რომ ის ერთი პარტიის ლიდერი გახდეს. მე მგონია, რომ ამით ჩვენ შესაძლებლობებს უფრო ვაცრობთ. ეკა, მას შემდეგ, რაც ივანიშვილი გამოჩნდა, სალომე ზურაბიშვილს შეიძლება ეს ასე დაემთხვა, ბევრი არაფერი უთქვამს, ან თითქმის არაფერი, თავად ივანიშვილმაც ბევრი არაფერი არ თქვა სალომე ზურაბიშვილზე, ძალიან მოზომილი იყო მისი კომენტარი. ივანიშვილის შემოსვლა ამ ფორმალურ პოლიტიკაში, რამე ფორმით ზურაბიშვილის კრიტიკულ განწყობას ოცნების მიმართ ხომ არ შეანელებს რაღაც მათ რაღაც სხვა ურთიერთობები აქვს თუ არა და ეს აისახება თუ არა სამომავლო პოზიციონირებაზე? არ ფიქრობ, რომ ეს რაიმეთი შეცვლის პრეზიდენტის სვლას და გეს, რომელიც მას აქვს არჩეული და ის ძალიან გაბედულად იცავს ევროპულ იდეას და მღირებულებებს, რასაც უნდა იცავდეს პრეზიდენტი. იმიტომ რომ ბიზნესმენი გამოჩნდებოდა თუ არა პრეზიდენტის ლექსიკონი, სადაც ძალიან ეთიკური იყო ყოველთვის მის მიმართ და ის ზირდა თავს იცავს, არავის არ ესხმის თავს და როცა აკრიტიკებს, ისიც საჭიროა, ეს მისი ვალდებულებაც არის და პრეზიდენტის მხრიდან მე არ მგონია, რომ სათქმელია იქ მას მოერიდოს და რამე სახელი არ დაარქვას. თუ კარგს გააკეთებ, შექებაც არ უჭირს და საკამდე არ უჭირდა ეგ და რაიმე კარგი გააკეთოთ, ასე რომ ამ ხრივ მე არავითარ კულუარულ რაღაცა ისე მომენტს. აი, ნახეთ, მაინც დაგიზუსტებ, ივანიშვილის ფაქტორი ამ დაპირისპირების ხას ნიშნულს თუ ეს თქვათ სულისკვეთებას ხომ არ შეამცირებს, იმიტომ რომ იცი რა, საინტერესოა გარკვეული იგრძნობა, ყოველ შემთხვევაში იგრძნობოდა, შეიძლება ეს ძალიან სუბიექტური დასკვნაა ჩემი, ძალიან მოკრძალებული იყო ივანიშვილი, თქვა რომ ოპოზიციის პრეზიდენტს აგონებს და მეტი არაფერი, არა და ამ ხრივ ქართული ოცნების ლიდერებმა, ვთქვათ, ყოველგვარი რეკორდი მოხსნეს ზურაბიშვილზე ლაპარაკისას.
აი ხა დავაკვირდეთ სხვათა შორის საინტერესო იქნება პრეზიდენტის პირველი გამოსვლა იგეგმება თებერვლის პირველ კვირაში თუ არ ვცდები 6 თებერვალია თებერვალი. დიახ მოთხოვნილი და ნახოთ რა კომენტარები მოყვება იმიტომ რომ უკვე ღიად გამოსული ბიძინა ივანიშვილი როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე ვერ გადგება გვერდით და ვერ აიცილებს იმ პასუხისგებლობას თუ კი პარტიის წარმომადგენლები ისეთივე რიტორიკით გააგრძელებენ პრეზიდენტის მიმართ შეტევას, რომელიც ძალიან ხშირად წითელ ხაზებს კვეთდა და ეთიკას კვეთდა და ზრდილობის სტანდარტებს ცდებოდა. თუ ეს ესევე გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ის ამ პროცესშია უკვე სათავეში და აი საინტერესო იქნება ეხლა როგორ შეიცვლება ქართული ოცნების ლექსიკონი, თორე პრეზიდენტის მხრიდან მე არ ველოდები არც ზედმეტ სირბილეს და არც ენის მოჩლექით საუბარს. მე ვფიქრობ, რომ სახელის დარქმევა მას ეხერხება კაფიოდ და ღიად და ასეთივე გამოსვლა ალბათ საქმიანიც და ძალიან პირდაპირიც ასეთი მოლოდინი მაქვს, რომ ექნება ეხლა როდესაც პარლამენტში გამოვა თუ არ შეუშალეს ხელი და კიდე თუ არ გადაიდო, არ ვიცი მე, მაინც ველოდები რომ შეიძლება რაღაცა ხელოვნური პროცესები დაიწყოს. ნახოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორი იქნება. კი ბატონო, ეკა დიდი მადლობა. დაგემშვიდობებით მაყურებელ